დაგვარწმუნა თუ არა პრემიერმა რაიმეში, ხო? ეხლა საკითხი მე მგონია რომ მნიშვნელოვანი თემა აქ არის რა არის ის ინფორმაციის ბაზისი, რომელსაც ვეყრდნობით, ხო? ეხლა ვერც ერთ შემთხვევაში მე პერსონალურად და არც ერთ ვარიანტში არასდროს არ მქონია თქვენთან საუბრის დროსაც კი რომ რაღაცა შეთქმულების თეორიებს დავყნობოდი და იმიტომ რომ შეთქმულების თეორიაზე მსჯელობა რომ ის რაც არიცი ძალიან ისეთია მყიფია, იმიტომ რომ შეიძლება შეს ფანტაზიაზეა დამოკიდებული შეთქმულების თეორიის რა მიმართულებას აირჩევ მე და სადამდე რას იღმენდეს შეხვალ, ხო? ამიტომაც ჩვენ რაც ერთადერთი რაც არის კაფიოდ გავანალიზოთ ის რაც ვიცით და რაც ვიცით არის შემდეგი რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში დავშორდით ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თქვენ არ ახართ იმ სტანდარტების მიმდევარი, რაც ჩვენ გვჭირდება რომ იყოს და ის რომ ეხლა ჩვენ მოდი გაგვიხსნან ის რა ქვია, მოლაპარაკებების პერიოდი, პროცესი და ჩვენ ხელს მოვაწერთ, ეს ძალიან ცინიკურია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მაშინ დავხურეთ მოლაპარაკებების შესაძლებლობა, როცა მივიღეთ ეს ორი კანონი. ანუ იმ ორი კანონის მიღებით დავხურეთ ჩვენ ეს და ეხლა ეს იმათმა გაგვიხსნან არის აბსოლუტურად არალოგიკური, ხო? ჩვენ თვითონ დავხურეთ იმ ორი კანონით და ეხლა მოდი გაგვიხსენეთ და ჩვენ ხელს მოვაწერთ, რას მოვაწერთ ხელს, ხო? უკვე არა ვართ იმ სტანდარტში, რა სტანდარტშიც უნდა ახალ კანონები